სცენაზე გამოსასვლელად ემზადება 26 წლის ირინა ბაირამაშვილი. Როგორც ხედავთ, მხოლოდ საუკეთესო ვოკალისტები არიან ბრმა კასტინგის მონაწილენი. ვნახოთ, როგორ დაეხმარება ირინას თავისი გამოცდილება. როგორც დედა მითხრა, მღერი 4 წლიდან. და უნდათ დედიკოსაც და მამიკოსაც რომ გავეყოლებიან სიმღერას, მაგრამ მამა 4 წლის ვიყავი, რომ გარდამეცვალა და აქედან გამომდინარე დედა მითავა ყველაფერი მე და ჩემი დის გაზრდა, ასე ვთქვათ. მაგრამ ახსოვდა ყოველთვის ის, რომ მამას უნდოდა რომ მე მომღერალი გამოსულიყავი. უბანში მეძახდნენ ჭრიჭინას, ყველგან ვღეროდი აბსოლუტურად. მუშაობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა წამყვან სპეციალისტად. პარალელურად მაქვს ბავშვების სტუდია და ესე აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. ერთ დღეს მივიღე ერთ კონკურსში მონაწილეობა. ესე იგი, ასე ვთქვათ, სცენის მტვერი ჩავყლაპე, ხალხის პუბლიკის სითბო ვიგრძენი და ვეღარ ჩერდები. პროექტში ვინც არის მწვრთნელები, ისინი ჩემთვის ძალიან ახლები არიან. რა თქმა უნდა, პატივსაცემები, რატო ჩემთვის მის სიმღერებზე უფრო გაზრდილი ვარ, ვიდრე სხვა მომღერლის. შენ ცნობადი სახე ხარ, მაინც ცნობილი სახე და აი არც ერთი მწვრთნელი რომ არ შემოტრიალდეს. უშვებ ამას და რას იზავ? ჯერ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არ იმოქმედებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ამპლუაში ვარ და შეიძლება საკუთარმა ოჯახის წევრმაც ვერ მიცნოს, სხვა ვარ. ახალი ხმა რატო და ესე იგი ის მომენტად რა მუცლის ტკივილი სცენაზე გამოსვლის დროს რომ ტკიოდა ხოლმე მუცელი. What am I gonna do to make you love me? What am I gonna do to be heard? What do I do when lightning strikes me? And where you find you're not there. What am I gonna do to make you want me? What am I gonna do to make you care? What do I say when it's alone, baby? Sorry seems to be the hardest word. It's sad, so sad. It's a sad situation, and it's getting more and more exciting. Oh, 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 yeah. It's sad. Oh, shit, get up, Solomon. Whenever talking, all it seems to me, the story seems to be, yeah, the heart is warm. What am I gonna do? What am I gonna do? The story seems to be the hardest one. მეც მიყვარს ძალიან მიყვარს
ძალიან მოდი არა აგუჩაობა, ვის აგუჩოს რომ გადავკოცოთ ხო შეიძლება. კი. უნდა გადავკოცოთ. მინდა რომ ძალიან ვაკოცოთ, იმიტომ რომ ძალიან მაგრა იმედა. დიდი მადლობა. მადლობა, რომ ისეთი კარგი ხარ. მერა. მე ვფიქრობ, რომ იმსახურებს, რომ ესეთი რთული არჩევანის წინაშე დამდგარიყო. იმსახურებს ამას. ეს ადამიანი ყველაფერ კარგს იმსახურებს, მე მგონი რა. აბსოლუტურად. მე ვოცნებობ, რომ ჩემთან იყოს. ნეტა რა ხასიათზე დავჯდები. ძალიან მიყვარხართ. ბედნიერესი ვარ თითოეული თქვენგანი. სჯობა დიდი მადლობა იმ შეფასებისთვის, ბებია ჩემი გიждდება. შენზე, იმიტომ რომ ღებრი შვილია. ბატონო მერა, თქვენზე ხო გიждდება და გიждდება ყველა და ძალიან მიყვარხართ. დათო, არ ვიცი. იმიტომ რომ გიждდები შენზე. მაგრამ აუ გიბი მაპატიე დათო და ნინო ჩხეიტას ვერჩი. დამაგარი რაღაცა. ხალხო დიდი მადლობა ყველას. თანამედროვე ბედია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან მაგარი. მაპატიე ხო აუ როგორ მეცოდებოდი მეცოდებო რატომ მოხვედი რა? დედაჩო რა? ხო აი ხო მაპატიე ჩემი როგორ შემიშინდა? შენი გიდი შემიშინდა შენი ნუ დებილი ხარ, საკუთარი თავის ფასი თუ იცოდი, შენ არ ვიცი, სადი მოშვიდე. არის შენ თავისა ფასი არ იცი. ჩემი იყო. ბაირამაშვილი იყო ჩემი. და რატომღაც ბაირამაშვილი ვერ მიხვდა, რომ ჩემი იყო. ვერ ვამართლებ მის აქციას, თავის თავს მოექცა ცუდად. მე არ ვიცახი, რომ ნინოსთან რო წავიდა, იმიტომ რომ ჩემთან არ წამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან ახლობელია და ჩემთან მინდოდა, მეკუთვნოდა და ისიც უნდა ყოფილიყო ჩემთან, არ ვიცი. ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც აქ დამემართა. რამდენიმე კონკურსანტზე მქონდა, რომ თითქოს იმედიც არ გაქვს, რომ შენ აგირჩევს, თითქოს გონია, რომ აი აირჩევს, თქვათ, სხვა მწვრთნელს და ამ დროს გირჩევს შენ. როცა ვიძახდი ნინოზე, რომ ამოუცნობი ფენომენია თქო, არ მიჯერებდა არავინ. აი რა ვერ ამოუხსენე. ერთი-ორჯერ იყო ისეთი მომენტი, რომ აი მართლა მინდოდა რაღაცნაირად მეტი რა თუ რაღაც ისეთი ცუდ იმაში ძალიან ბევრი ემოცია მქონდა ამის გამო, იმიტომ რომ შენ თვლით, როგორც ჭირდები კონკურსანტს, ასევე გვჭირდება ჩვენ მწვრთნელებს, კარგი კონკურსანტები. ხარია რომ ნინო ჩხეიძე აქ არაფერ შუაში. ნინო ჩხეიძე საერთოდ ვერ ხვდება რა მოხდა და მასთან მივიდა ესეთი ბრილიანტი და მე გავაკეთე ეს. აი ალბათ რაღაც დავაკელი, რაღაც ვერ თქვი, რავი, ვერ გამოვხატე და არ ვიცი რა.